იტალიის ვლოგი ნაწილი მეორე. წმინდა პეტრეს ტაძრიდან ეგრევე გოგონები წავედით ვატიკანის მუზეუმში, ავიღეთ წყლები და შევედით ვატიკანის მუზეუმში, სადაც ვიყავით დაახლოებით 4 საათი რიგში. ვატიკანის მუზეუმში ეგვიპტური კოლექცია არის წარმოდგენილი, სადაც შეგხვდებათ ფარაონების ქანდაკებები, მუმიები და სარკოფაგები, ჰიეროგლიფური სტელები და პაპირუსები, მიწათმოქმედების და ყოველდღიური ცხოვრების ნივთები, რომაული ეპოქის ეგვიპტური სტილის ხელოვნება. მუზეუმის ისტორია იწყება 1506 წლიდან, როცა პაპმა იულიუს მეორემ შეიძინა ლაოკოონი და მისი შვილები, ანტიკური ბერძნული სკულპტურა, რომელიც დღესაც მუზეუმში არის გამოფენილი. საუკუნეების განმავლობაში მომდევნო პაპებმა აგროვეს ხელოვნების ნიმუშები და შექმნეს მუდმივად მზარდი კოლექცია. დღეს მუზეუმი მოიცავს 54 სხვადასხვა დარბაზსა და გალერეას. მუზეუმის მთავარი ღირსშესანიშნაობები არის სიქსტის კაპელა, რაფაელოს ოთახები, პიო კლემენტური მუზეუმი, ანტიკური სკულპტურების უზარმაზარი კოლექცია, გალერეა დელე მაპე, ანუ რუკების გალერეა, მე-16 საუკუნის უზარმაზარი კედლის რუკები იტალიის სხვადასხვა რეგიონის გამოსახულებებით, რომელიც დამიჯერეთ ნამდვილად შთამბეჭდავი არის. კოლექცია მოიცავს 70,000-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს, თუმცა ერთდროულად მხოლოდ ნაწილი გამოიფინება. სიქსტეს კაპელა ვატიკანის ყველაზე ცნობილი და წმინდა დარბაზია, რომელიც არა მხოლოდ რელიგიური, არამედ კულტურული და მხატვრული თვალსაზრისითაც მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტია. კაპელა დაახლოებით 51 მეტრის სიგრძის და 14 მეტრის სიგანის არის. ეზომები ისეთებია, როგორც ბიბლიაში აღწერილი სოლომონის ტაძრის. ყოველდღურად ათასობით ადამიანი შედის, თუმცა სურათების გადაღება ოფიციალურად აკრძალულია, მაგრამ მე როგორღაც მოვახერხე ჩემი მეტასათვალით. როდესაც ეწვევით ვატიკანს, აუცილებლად ერთი სრული დღე დაუთმეთ. საღამოს 8 საათზე მოვურჩით მუზეუმის დათვალიერებას და უკვე შემდგომ ეგრევე დავბრუნდით რომში, სადაც მივედით სასტუმროში და დავისვენეთ. იმედია მოგეწონათ ჩემი მეორე ნაწილი და დიდი მადლობა რომ იყო.